მასივი სტადიუმ მოგესალმებით ლაილაის გამომწერებო ჩვენო ამიგოებო სენიორებო და სენიორიტებო დღეს არის ფინალი ბრაზილია ესპანეთი ესე გადავწყვიტეთ აი ესეთი იყოს მე არა ვარ წინააღმდეგი ხო არა არც მე ძალიან მინდა ისეთი გადარბენები ისეთი ცხელი ამბები გველოდება და ვართ ლაივში კი იცით უყურებ გადავწყვიტეთ რომ ერთი კარგი განტვირთვა ჩვენ თავს მოუწყოთ და ესეთი თამაში შევწყოთ ჩვენ არ გვეხრება არანაირი წუთიანი და წამიანი შესვენებები სიცხის მიუხედავად წუთიანი და წამიანი ოჩახ ხო ასე რომ 5 პენალტი თვალე მახვეული აი ეს არის მთელი სირთულე ვინ გაიტანს მეკარე კიდე მეკარესაც იქნება თვალი ახვეული შემსრულებელს მეკარე ხურა ეგ არის თელი ხადაობა და ხადილაობა მე ცენტრიდან სამსამი ხა ძალით არ გააკეთო ძალით როგორ გავა დაბალი უნდა დავარ შეიძლება უთხრა ცენტრიდან სამსამი უნდა დავარტყათ აკე კამერა კი ნახავთ აქცია სამსამი ხო სამსამი ესეც თვალე მახვეული და ყველაზე რთული ფარში სროლა ფეხით ვინ ჩაგებს ფარში სროლა ფეხით ვინც იქნება გამარჯვებული აქედან წავალ ბილბეტის ირლანდიულ პაბში და უგემრიელეს ნეკრებს აი უპელეს ნეკრებს ჩაარაკრაკებს გამარჯვებული და წაგებული დაჯდება და უყურებს აი გეთმებო ყველაფერი ამერიკაში სოფლიო ჩემპიონატი ვინ ჩაატარა თურმალე მოკითხა ჩემგან ნახავდეს დავიწყე დიმა იწყებს დავიდა გავიდა საიდან იცი რომ გავიდა ბავშვმა დამიძახა შემკდა რომ მაგისტრის მიყენია რა მურტალი შეგძება სად არის საიდან დაინახე ეგ ბურთი ეხა თვალები თუ არა გაგახსოვე არა ავიწიე და იმითო აბა რანაირად დამენახა ეხა ის სად არის всё ეხლა ჩვენი მომიტანეთ და ვერ დავეთო ხო ვერ დავაყენე ვიგარი 2-0 ვიდი აბა აუ ბიჭო თან აღარ ვიცი სახე ავიფარო და მაღალს არ ვარტყვა ეხა წამოვიდა მგონი მაღალი 3-0 ბაბოშ სამ გამაზა ხო სად არის რამდენი რამდენს ვარტყავთ 3-0 იგებს ერთი დაგჭა 5-დან 1 გამაზე კი არა და 4-დან 1 ოხ შედიდები ფეხი მივარდა აუ 5 ეხლა 4 გოლს რა გაიტანს შენ რატო რა ვერ ხედავს მეკარე და რატო ვერ უნდა გაიტანო შუაში რო წავიდეს მოგხვდება და აი კარგი ნოდა რა მანძილი კაი ყოფილა ბავშვებ აბა ეგრევე მითხარით გოლი რო გავა რა ემოციებით და სიყვარულით ნახე ბურთი გაისწორა ხედავს ეს ჩატო არა ბიჭო მივედე პროსტა ეს დავიკეთო მოიცა დიდი აიღო რა ესე ვაკეთებ ფეხებს შეჩემა და ეს არის ტაქტიკა უნდა შევაგდო ეხლა ბავშვებ აბა დავიდეთ გეხვეწებთ შენი ავაც სად არის რა დაარტყა ბურთი სადანა შო უკვე წააგეს ესე მოუყიდა იქ ორი გავმაზე და დიმამ 3 გაიტანა აზრი არ ქონდა ამას გაგრძელებას ეხლა ისე წავაგე ეხლა გვექნება ცენტრიდან დარტყმა აი მოემზადე დიმა 3 2 1 ენი დედა დაიმასა ბაბოს დაგჭა 2 რა კარგად დაითვალე ხო ჩაღნოდა მომეცით ბურთი მოვიდა ეხლა ფეხი ეგ არის 3 2 1 აი შევიდა 2-დან 1 არ გაგიწყდეს ღმერთი 3 2 1 აუ შევიდა 3-დან 2 ლაპაჩუკატა კარო რეგენტე ისე არ მოვიჭირო რომ ტვინი არ გაასხა აბა ბურთი სად არის აი ხელი დაადე შეჩემა ხელი დაადე იყოს ეს 3 2 წავიდა გოლია vamos იმას ქონდა 3-დან 2 აბა ბურთი მოეცა მომახშის აი აჰა ხედავ არა ბიგა Oh,
3 2 დარტყმა. გავიდა? კი. ერთიც და ვათანაბრებ თვლიან ანგარიშს. 3 2 1 დავარტყმა. აცილა ჩემისა. ავაცილე? მოკლედ, დიმამ 3-დან 2 გაიტანა, მე 3-დან 2, მაგრამ პენლებში უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ პირველ ჩელენჯში 5-დან 4 შეაგდო დიმამ. და ეხლა მაქვს შანსი, რომ იქნებ გამიმართოს და ფარში 3 წდიდან ერთხელ მაინც ჩავაგდო. და დიმამ თუ ვერ ჩააგდო, მე გადათამაშება გვექნება 1. უმაგრესი ჩელენჯი, წავიდა. ბრა, ჟილ. არა, ეგ 1 გაიმაზა. დარჩა 2 მცდელობა. მე მაქვს შანსი, რომ იქნებ 1 მაინც ჩავაგდო, აქ თუ დიმამ ყველა გამაზა. აგდო არა ისა. და მე უკვე გადათამაშება იქნება. ძირითადი ანგარიშის მოინე. და ბოლო შანსი. მობილის და. უარ გადაო. სიუმა ოთხმა ჩარა. ჩააგდე მაგარი ხარ შენ. ეხლა მე. ლაფოჩეკა ეს ისე დიღმალა, ჩააგდეს. ჩავაგდე დიმა, ძირითადი ანგარიში გათანაბრდება. ჩააგდე ერთი ქაბაბი ჩემზეა. არა, გათანაბრდება, წავიდა. ვაიმე. არა, ნოდა ძალა არ უნდა მაგას, ის კი არ არის. შენი. და ბოლო შანსი და წავაგე რა. აგე აბარა ნეკენი დაიდოს. და ბაზარი არ არის. ჩააგდე რა მითხრ ხო? აუ. ეხა მე გაჩვენებ როგორ უნდა, მე წეგან სპეციალურად არ ჩავაგე, იქნება ნოდარ ჩააგდოს თქო. აიყურე ხა რა. წავაგე. აიყურე, გადაიღე. აუ რა მაგარი. დაუმარცხდი, წავაგე. მოკლედ ესე რა წააგო ნოტარმა დაზაბულ დოლარში, ეს ფეხი ჩაგდება როივარდიშო შეიძლება მოსულა ჩაგდება რა და მე მინდოდა კაი ესე უკრიდან ჩამეგდო, მაგრამ ამ ბურთით ძალიან გაჭირდება და მე კალადბურთის ბურთით ვინჯავთ ერთხელ რა და უნდა ჩავაგდო ყველა პონჩი რა ადრე ვაგდებდი რა წააგე? წავაგე, ეხლა ნეკნი დაიდოს. ბაზარი ეხლა მივდივართ ბილიბერგის ირლანდიურ პაბში და ნეკნი დაიდება. კაი გეძმა. კაი და დიმაში ადარებს გემოებს. ლაი და ამბავი სოფლიო ჩემპიონატი მიდის ჩვენ ლაივებს დაელოდეთ, უკვე ბევრი ქონდა, კიდე ბევრი გვექნება, ფინალამდე მივალ და დაე გაიმარჯოს ღირსეულს. ლევანდელი თუ ვიჯერეთ ბრაზილია არის ჩემპიონი. ეგ არის. არანაირი რვაფეხები და არანაირი რაღაც ესენი გაიმარჯვა ბრაზილია. აბა ხო დავიწყეთ ბაზარი, წავედ. მოდი ბიჭო გავაგოროთო ყომარი ბილიბერგში კარგი თოხლი რომარი. ნოდარი როგორც სიტყვის კაცი, ნახე რა დადო. კანჭი არ იყო, მაგრამ ზვირი დაგის და არა კაც. თავანი ჩაბარებულია. კანჭი არ იყო და ნეკნი არ იყო და კანჭი რა. ესე იგი ჩვენ ლაივების ამბავში ფეხბურთზე საუბრობთ. დღეს თუ გავივლით საფეხბურთზე ვისაუბრებთ, მაგრამ აი გვერდითი მოვლენები გავიაროთ. არ მინდა რა დღეს ვაფშე ფეხბურთი, მინდა ფეხბურთს ლაივში. აბა სექსები ლაპარაკოთ? არა, რა შევადაროთ ვინმე, რა შენ გემოები. შევადაროთ, ან მე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. მე შევჭამ და შენ რატო ჭავაში? მე მოგიგე და შენ ჩემი უფლების გარეშე რა პონჩი ჭავ? აი ეს არის, აი რანაირად გიჭირავს ეხლა რა ასოციაციას ტოვებ? ეს არის პარაგვაი. აი თავის საკაიფო იყო. როაი რა ვნახე არ არის, სოსისია რა, გემრიელა ჩემთან პარაგვაია. არა, პარაგვაი. აი ეს არ უჩი რა არის. გავიდა პარაგვაიდან. ხონო, ნაბიჯო ვამბობ რა, აი ამ სოფლიო ნაკრებში სპორტ ბილდს მისცა ვილისანიელმა ინტერვიუ. როგორც ყოფილ ბაიერნელს განსაკუთრებით მახარებს ფაქტი, უპამეკანოს და ოდისეს სახით სოფლიო ჩემპიონატზე 2 მიუნხენელი წინავსო. ლუსიო. ერთ ძველ ბაიერნ თანაგუნდელებს მაგონებსო. უპამეკანო, ლუსიოს ჩვენ ცხოვრობარაგეს. ჩვენ ვიმყოფებით კოსტავა 67 ნომერში, ტრადიციულად ბილიბერგის ირლანდიურ პაბში, სადაც აი ეს სოფლიო ნაკრებია. გაკეთებული შეგიძლიათ მოხვიდეთ, დააგემოვნოთ უმაგრესი. ამას არ ვიცი რა დავარქვა, იმიტომ რომ ჯერ არ გამისინჯია. აი ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის თავისი გემრიელობებით. ეს თუ პარაგვაი იყო სოსისი. კარტოფილი ფრი იყოს მაროკოს ნაკრები. თან რო კაია, თან რო ყველა ვარიანტი გინდა რა, ისეთია, ზესუმძირესავით მიდის. შემდეგში ვეცდებით რომ ფეხით ჩავაგდოთ მაინც კალათში, იმიტომ რომ არ მარცხი არ მიყვარს, არ მომეწონა. მიდი ლაპარაკი ხა მევჭამ. მაგარია. ეს არის ჩემთვის უნდა დააჭრა ეგ. ჩემთვის იამალია ეს. მე მომეწი შეიძლება.
ზოგადად უნდა მოგწი გადაიღე. მოგიგე და. მიჭერი ერთი რა ჟიჟი. მაგ რა არ ბილეთი. არ მინდა, აუში. აბა. დაწოვა. მე კარი რაია. ესპანეთზე ისევ ხარ ოპტიმისტურად განწყობილი, საფრანგეთს რო უყურე თუ? არა, რაღაც საფრანგეთია ჩემპიონი. აბა. დღევანდელი მონაცემებით აი ეს არის საფრანგეთი. აი ეს ქვედაკანჭი არის არგენტინა. ეს ორი ფავორიტია. აი ჭამეთ ხალხი ფულს შეულობსო და ჩვენს ჭამოთ იქნება ფული ვიშოთ. არა? რითი დაჭერია? ბრავო. ბიჭო, რა სერიოზო, რა არის ეს? კილიან მბაპე. აი დაჭრილი ყოფილა. იამალი კი ვთქვი, მაგრამ ეს მე მინდა, თუმცა ხელები ამიწევია, როგორც თამაშობს კილიან მბაპე ამ სოფლიოზე, არის ეს. მესი უფრო მაგრა თამაშობს თუ მბაპე? ორივე. ეს დაეწია გიჟი გადარეული. აი აქედან რონალდო რომელია? იცი, აი ეს. აი ეგ მაროკოს ნაკრები. რონალდო ეს შავი ბოღმიანი. ეს პარაგვაია, ეს მაროკოა. აი. დუგი. აი გაუტყრებათ რონალდოს ფანებს, აბა მაროკო აგაუტყება ტიპი არის, ეპოქალური ფეხბურთელია, რა უნდა გაუტყდეთ ეხლა. ბომბარდირი ვინ გახდება? ბომბარდირი გახდება მესი, მეორე ადგილზე გავა კილიან მბაპე, მესამეზე იქნება ჰოლანდი. სამწუხაროდ ჩემი ესპანელები ერთ-ერთ ვერ დაიწყებენ ბომბარდირებას. ყველა ჩემპიონატზე ხდება რაღაცა ამბები, რაღაცა მთავრდება, ნოიერმა გამოაცხადა ნაკრებიდან წავიდა, თან წავიდა ცუდად, ნუ ცუდი შედეგით ასე ვთქვათ. ვაჭრე ამასაც არ ვარაუდობ. ძალიან დასანარია, დიდი მეკარე, დაამთავრა კარიერა, ნაკრებო კარიერა. მაგრამ მარიამ ბოლკვაძეზე მინდა აუცილებლად თქვა რა. მარიამი 28 წლის არის. და 32 შოგანს მოუგო ყოფილს. აილა ტომლიანოვიც 6-2, 2-6, 6-4 და ძალიან წინ წაიწია რეიტინგში მარიამა, ნუ იმ დონის ძირითად ბაზაზია საუბარი, რაც გასაგებია, რომ უდიდესი წარმატება არის ერთეულებში მარიამა. ესე წარმატებას მიაღწია რეიტინგში გადაიწია 159 ქულა 165 ადგილი დაწინაურდა და 384 ადგილზე 165 ადგილი. ეხლა ერთი წელს რო გაიაროს კიდევ უფრო წინ წავა. მოკლედ მაგარი გოგოა რა. ძალიან. გილოცოთ მარიამ. შეგიძლიათ მოხვიდეთ მსოფლიო ჩემპიონატებს ბილიბერგში უყურო და თან ეს გემრიელობებიც დააგემოვნოთ. საჭმელებზე როცა ვადარებთ ხოლმე ფეხბურთელებს, აქამდე სულ ამბობდი რომ მესი იყო ხინკალი, კრისტიანო რონალდო იყო მწვადი, მაგრამ ყვარა არის ნაპოლეონი. ყვარა, მაჟარი არა. ყვარა. აი, ყვარა დესერტი რო არ თქვა და იმაში რა ქვია. ქართულ პულმანში. აი, ვიღაცა ტიპებს იძახი ყვარას არ იძახია. მესი, რონალდო. მე ხინკალი და მწვადი ხო არ არის. არა, არის ნაპოლეონი, გეუბნე. აი, თვითონ ნაპოლეონია ტიპი, მთავარსარდალი თუ რაღაცა. ყვარა არის ხინკალი თუ ის არის რა მწვადი ხინკალი თუ მესია მწვადი რონალდო ყვარა არის ჩემთვის მაგარი გაკეთებული გემრიელი რა თქმა უნდა ჩაკაფული მრავალფეროვანი ბევრი გემოებით და ქართულ სუფრაზე არის ის რა ქვია რა სამუზეუმო ექსპონატია ჩაკაფული იმასაც კონკურენტი არ ყავს უდიდესია ყველაზე მაგარი ის სადგაგისინჯავს ის რა ქვია კანჭი საზღვარგარეთ არ მიჭამე საზღვარგარეთ კანჭი პრაღაში ვჭამე და ზღაპარი იყო. კანჭი არა ბიჭო, კანჭი არ მიჭამე, პრაღაში ვჭამე, ეს ფესტივალი იყო მერიის წინ. აი ეს ძერ ვჭამე, ხოთ-დოგი არა აქვს. მათ ხოთ-დოგები და იმ ხელა კანჭი ვჭამე პრაღაში, დარწმუნებული ვარ, იმ მაგიდაზე აღარავინ არ ჭდება. 2013 წელი ვარ. უნდა ვიჭამე. პირველი არხიდან ვიყავი, მაშინ მეორე ადგილზე რო გავედი კომენტატორში. ისეთი მაგარი ლუდი იყო თბილისში, რომ ჩამოვედი, кайხანი არ იღებდა ორგანიზმის ხვალუც. მართლა მაგარი ლუდი იყო. და საოცარი კათხები და მოკლედ პარიზმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა აი დაახლოებით 2 საათის წინ კვირიკაძის ტრანსფერი 18 წლის კვირიკა გადავიდა პარიზში და პარიზი ჩალიჩობს ბართიშვილს, მაგრამ რა ვიცი სადღაც უეჭველი მაგარში გაიჭიტება ბართიშვილი 2 აზრი არა პარიზი რა თუდი არ არის არა ხო და ეგ თუ არ გამოვიდა თქო რა სადმე გაიჭიტება რა მაგარში კვირიკაძე დინამოს კაცია და ნუ დინამო მართლა თავის აკადემია აუცილებლად უნდა აღნიშნოთ. ეხლა მან 2 აზრი არ არის და იმედია კეცბაც რაღაცას იზავს რა. კეცბა იზავს რა, თვითონ ხო ვერ ითამაშებს, მაგრამ ნუ არა, თავისი ავტორიტეტი და ყველა შეჭამე და ვერ ეთქვი. აი ეს არის
სუფრის აკადემია რა. დღეს გვაპატიებთ იმედია ვისვენებთ რა. არა, თან ის არის რა, სოფლიო ჩემპიონატზე ხო სულ აივებში ვარ და რაღაცა განტვირთვა გავუკეთეთ ჩვენ თავს სტუმრების დავასვენეთ. სტუმარი მოვიყვანე და ბოლოს შევხედე არ დაგვიასა და გავუშვით რა. დაუმალეთ საჭმელისა. აი მის გამკეთებელი არის. უკვე გავიცი ყველაფერი დაუდეს, ფოტო, აფიში, ყველაფერი, ყოჩახ. წარმატებები, გოლიცაზე რა ვინდა. წამოვიდა ვოთორდიდან. ვოთფორდიდან ისიც წამოვიდეს ჩაკვერა ნეტო სადმე კარგში. აი სადმე რა კარგში ლა ლიგაში გაიჩითოს უკვე მინდა რა. უდინეზეში დაბრუნდება ეხლა გოგლიჩა და მოიკლავს თავს იქ რა და იქნება დაიმკვიდროს ადგილი რა. ვოთფორდან იყო იჯარით იყო ვოთფორდში. მაგრად ეხავს თან. ბევრად კაი გუნდს იმსახურებდა ყოველთვის. მაგრამ ბიჭო სუტრა რაღაცა ნუ აი მაინც ეგ ზდევს რა თან ფონა და აქ ეხლა უბრალოდ რავი აი რატო არ გამოვიდა ის თან ჭორი არ იყო ვალენსია იწერებოდა ძალიან აქტიურად რა. ვალენსიაში კი მაგრამ მოუხდება. რავი რა სამო. ეს რა არის ეს თეთრი? ანუ ფიზიკურად კონკურენტი არ ყავს ეგ ისეთი ვალენსია რომ ვერავინ ვერ მოაგდებდა მაგას რა. აი ხარ შემოვლენ ჩვენი ჯიგრები ერთ გინესს ვეტყვი დავარაკრაკებ. ეს არის სოფლიო ჩემპიონატის თასი და ამათი გინესი ბილიბერგის არის ევროპის ჩემპიონატის თასი. ხა თუ შევადარეთ რა. კარტოფილის თუ შეჭამე ესე. არის აი გაჩენი. რამდენი წელი? გაწია ეგა. დაუმალია ნახე ჩემი. ხორცის უკან ამოდო რომ ვერ არავება. ეგას კვირაბია ფეხბურთელების გამოსასწორებია. პირველი რასთან ასოცირდება ეს? რომელ კუთხესთან? ეს არა ეს. ეს რასთან ასოცირდება გეტყვი? ვიც არ შეგეშლება და ეს ავი რომელ კუთხესთან თუ ქვეყანა? არა, ქვეყანა. საქართველოში? ხო. არ ვიცი, ნუ და რა ქვია? გოჭიკოა. გოჭიკო? კახეთი არა, რა გასვეწყდები ხოლმე, კახეთი არ ასოცირდება? მაგია. ღორის ხორცი. რამდენი ხანი არ ყოფილა არც არყის გამოხდაზე. ვინც ხდით ხოლმე არახს და თან იქ ვადებწოთ შეგიძლიათ დაწეროთ მისამართი ჩააგდოთ და ტელეფონის ნომერიც დააკომენტაროთ. მზად ვარო ჩამოვიდე და გესტუმროთ. დიდი სიამოვნებით. ღორის ამბებზე. ეხლა ჩავარაკრაკებ ზემოდან გინეს. თავანი ხო ჩაბარებულია ბრატ. შერვა გეჭამა კიდე ერთი დაგჭა. რა მეჭამა რამ ხელა ერთი цаრიელია კიდე ხელუხლები. შენ უნდა დაგედო და გეთქვა უფალო დიმიტრი, აი ჩემი თავანი შეიძლება მეც მივირთვა. მე გეტყოდი კი. შეჭამდი რა, ეხა ეს უკვე ეს არახურდულია. წეღარ უთქვია. ამუკელაშვილზე მიდის მაგარი ამბავი, ხო? გინესი? ე ჩავარაკრაკე. აგინა იქ მოითენთები მე. არა ღამის 4-ზე ხო არა. ეს ეხა შონზოს უნდა წავუღო წესით შენ. შონზო. არა, შონზოს რო უკითხე სხვათა შორის არ არის ეგეთი მჭამელი არ არის. იქ კადრში იყო ეგეთი მისი. არ არის, ხო, საერთოდ არ წავს. ან მაგდენს არ ვჭამო რა, იქ კადრში რაც იყო რა. ცოტ-ცოტას ვიღებდი მე უღარ რა. შენ იმენა მაგდენს ჭამ. რამდენს? მაგათკალშია. ეს დამთავრე. არა, რაც კაცი ხო, მაგრამ ის ბიჭო ერთ მისვლაზე იმდენს გადაიღებდა ხოლმე. ამუკელას ფოტო დადეს ლეიკერსის ფორმით. არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ უნდა ლეიკერსსაც, ბევრ გუნდს უნდა რა. და საქართველოს ნაკრებშიც არ არის ბიჭო. მაგის გამო. რა ცუდი ჩემი. რა მოლოდინები გაქვს ეხლა უკრაინას მოუგებ და ესპანეთთან მაგარი ბოი გვექნება და მაგას შეიძლება მოუგო თბილისში. ხო მოუგეთ რა. კი, კაცო. ანუ ფეხბურთისგან განსხვავებით ხო ბევრად ეს მარკეს რიდი გადასარე ფორმაშია ზმო. ხო ბევრად რეალურია კალათბურთში და ნახეთ აგერ ოფიციალური თამაში რომ მოუგეთ. ფეხბურთისგან განსხვავებით. ხო რა, ბევრად რეალურია. ფეხბურთში კი ერთხელ ამხანაგური მოუგეთ, მაგრამ ეს კალათბურთელები მართლა გვაუწევენ იქ ევროპაზე რაც იყო საფრანგეთთანაც რა ითამაშეს. ყველაფერი რა. ბრავო, რა მზარეული არის ჩემ თვალში. ხალი ზალა მოგწევს ნოლარი. ბილიბერგის პაპს გაუმარჯოს, შეგიძლიათ სოფლიო ჩემპიონატებზე მოხვიდეთ, უგემრიელესი კანჭი დააბნელოთ, გინესი და რასაკვირველია დადუმდებით. ისეთი მაგარია, მომენტს არ გამაზავთ. აი, ჯაკვე აქაც გლიჯეს უკვე. გაყიდვის დროა უბრალოდ. მომენტს არ გამაზავთ, ისე დაგადუმებ, ტელევიზორს უყურებ და თან ჭამ, აი ზღაპარია რა. მართლა, ჩემთვის მართლა კილიან მბაპეა. მიუხედავად ის, რომ მბაპეს ფანი არ ვარ, უნდა ვაღიარო ძალებით. ერთი იყო კილიან მბაპე, აი ორი კანჭი მოვიდა. მეორე არის ლიონელ მესი. და ამის გამკეთებელი კიდე არის ლუის ენრიკე ჩემთვის. ეხლა რასაც ვსჯელობ, რასაც ვფიქრობ, ჩემი ლოგიკით, რომელიც არც თუ ისე კარგია,
5 მილიონამდე დააიხადა შაკვეტაძეში დაახლოებით. კი. ახლობით რა არის ტყვიან ალბათ, მაგრამ. არა, 9 მილიონს ვითხოვდა. 9 მილიონს ვითხოვდა. 9 მილიონი კუშია და მაო. აუ იმედია. არა, პრემიერ ლიგაზე ნაკლები ტრავმიანობის ის უფრო არის ალბათობა რა იქ რა ვიდრე სერიაში ჩაკვესთვის რა. პრემიერ ლიგა რა არის ჩემპიონშიპი. ჩემპიონშიპში ბევრად და უდინეზეში იცით როდის იყო? ჩაკვეზე ინტერესი, კარგად გემახსოვრებათ. როგორ მახსოვს ის რა ქვია? ჯერ თამაშობდა ბელგიაში. ხო და ბელგიაში თამაშობდა და მაშინ უნდა უდინეზეს. ირაოდაზე რა ფიქრობ? მე მაგრამ მეუში ძალიან კაი მწვრთნელი არ მიწო შე? არ ვიცი ხა. კარგად არ ვიცი ზუსტად ხა რო გითხარ. საგაიფოა ირაოდა და ხო და აი მაშინ იწერებოდა ჩაკვეცე და ძალიან მინდოდა მაგრამ მე გაიმაზა დარჩა ისე გუნჩი აი ბელგიაში ხა დიმა ამბობს ხოლმე გავიმეორებ რა არც ერთი ქართველი არ მინდა ბელგიაში წავიდეს ხო ბიჭო რაღაცნაირი ჩემპიონატია და ის არა ჩაკვეს როგორც მოექცელი ჩაკვე დაღუპეს ბიჭო რა იმიტომ არის ახლა ტრავმები გეყობა ჯეჯემა ეხლა ივეცი ბიჭებს ის მეორე აი მეორე კილიან მბაპე მე შევჭამე მესი დაუტოვე არ ეს ხო ჩემია ხო მოვიგე ო ჩემია ზოგადად აგე ჩაწუქრად ბრაცი სანაცვლოდ ერთხლის ავიღებ რა აჰა ანუ კილიან მბაპე მე შევჭამე მესი ბიჭებს ვიყოს რა გადავ ო მესი ბიჭო არა ესეთი ურია ეხა ვა ნალესია მეგობრებო ჩვენ თავს გავუკეთეთ ესეთი გამტვირთვა რა ამ ლაივების გამომდინარე კი არ დავიღალე და რა მე უბრალოდ რაღაც ერთად არ დავიღალე შენში ხო მე დავიღალე მოვა შენ რო არ დაიღალე ვიცი იმიტომ რომ შენაერი ტიპები არ იღლებიან როდა ესეთი რაღაცა ლანჩი მოუწყეთ საკუთარ თავს თან წავაგე მე რომ მომეგო დიმა იკისრებდა მაგრამ მე წავაგე ხელა მაგდე რაღაცებს არ ავიღებ ნაკრებზე იყო არა ეს იყო კანჭის ნაკრები რა ჩემი ამოცანა რომ ახარა შევეჯიბროთ ოხლაობაში და დავამარცხო მოვიყვანოთ და დავამარცხო ახარა არის რეალ მადრიდი და მინდა რომ დავამარცხო მაგრამ არც მე არ ვარ ჭამაში ატლეტიკ ბილბაო რა ახარ მეც კარგი ამათო კიდე მეკარე იყიდეს ხო ვიღაც უნგრელი ამ ლივერპულმა აი გაგვიტრაკეს იმენა შე რა აინა რას განაგულებს ბაიც ამოტენით ძალიან კარგი გუნდი არა ბიჭო მამარდაზე ვიძახი შეჩემა მამარდაზე არაფერი არ გარკვეულა სად მიდის რჩება ხმარისმის ისვენებენ ხო და თვითონ გადაწყვიტა ისევ რომ დარჩეს რა და იუე აქტიური იყო არა დარჩება იმიტომ რომ ესა გაბრაზებული ამბიცია და კაიც არის და იქნება რა ვიცი ну ეხა ფაქტია რომ მარტო მაშინ ათამაშებდნენ ის რომ იმტრეოდა ეხა თასეც არ ათამაშებდა კი გააგდეს ჩემისა რა გინდა რომ ჩაუვარდეს მსოფლიო იმას ალისონს არა ჩაუვარდეს ეხა ბრაზილიისკენ ვარ შეჩემა ეს რეები გაქვს ვიწაფები ეს რა არის და ის რომ თვალებზე რომ გამიკეთე ის რაღაც და არა მაინც ჩაასნაიპერე რა გიდა 5-დან 4 პენალტი გამიტანე ერთი გამაზე არა ეს 3 უნდა გამეტანა იმიტომ რომ რავი კარი მხელა კარია ბაჩოკით რა უნდა დო სენიორებო ეხლა ვარ ჩვენ ამ გადაცემას რო ვწერთ ამ ეპიზოდს რა 30600 გამომწერს 634-ზე კი მოემატა გუშინ 500 იყო და 600 არ არის ცუდი ძალიან ცუდი ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ რა თქვენთან შეხვედრა დღესოდა წერთ კი ბატონო გვინდა გაგვისწორდება ძალიან შევხვდე და ვილაპარაკოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. იცი რა მაინტერესებს? მე თქვი პროგნოზი არგენტინა კაპოვერდესი. არგენტინა ანგარიში თქვი და გოლები. არგენტინა კაპოვერდე იქნება 2-0, აქედან ერთს გაიტანს ლაუტარო მარტინესი, ერთს მესი. მე ვიძახი 4-0. არ ვიცი. მესი გაიტანს დუბლს. რა 2-0-ია კაპოვერდე შეჩემ. რა გაგიკვირდება რომ არა ვერ ითამაშებენ არც ბლოკი უშველით არც აგური არა ეგ ვერსიები რა ვარაუდები ო ნუ მე 4-0-ს ვიძახი და მესის გავარტყი და მესის დუბლს გუშინ გავარტყი 3-0 მე თქვი ვინმეს გაარტყი ესპანეთი ავსტრიას რომ მოუგეს და პორტუგალია ხორვატიას თუ მოუგეს პორტუგალია ესპანეთი არც ხორვატიაზე ვიტყოდი უარს გრობა შენ ხორვატია გირჩევნია ეხა პორტუგალია ძალიან ჩათლახი გუნდია ეგრე პორტუგალია უფრო მოშლი გუნდია უფრო სახშიში პორტუგალია მოშნი მაგიტო არ მინდოდა ეს ნორვეგია რა მაგრამ ეშენია მაგ ნორვეგიის გადავ თუ მართლა ამ ბრაზილიას რა ამ მე მგონია რომ ამ ნორვეგიის მაქსიმუმიც ეგ არის შენ თუ ჰოლანდი სორლოტი და ოდეგორის გამო ამბობ რომ
მარტივად ვერ მოუგებს ბრაზილია, დაცვა ყავს აყლევეთი იმას. 8-ში არის ფლორა ტალინი, იბერია 1999. ეგ თამაში. იწყება 20-ზე. მან ეგ არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თამა. ერთი ლეგიონერი არ ყავს ფლორას, სულ ადგილობრივები არის. არა, უნდა გადაარღვიონ. ეგ უნდა მოიგო რა. გასვლაზეც უნდა მოიგო, სახლშიც უნდა. არ უყურებს ზოგადად ეჭვის თვალით იმ ლეგიონერებს, ვინც საქართველოს ჩამოდის სათამაშოდ. ეჭვის თვალით კი არა, ვის არის, რა ქვია, რამდენი ორი თითი დაიწევს ალბათ ნორმალურ ლეგიონერს. ხო, ხა ეჭვის თვალით, ანუ გარემო უნდა შექმნა რა, გარუჩე ისეთი რომ გუში მაგაზე მერე დავიწყოთ. ეხლა არა, ხო, არა, ისე. არა, ხანს როგორ აინტერესებს ყველა ლაივზე არ არსებობს, ქართულ ფეხბურთზე არ წერს. ხო და მოვთელეთ რა და ვთელავთ ესე რა, მოვთელოთ ეხლაც რომ დამთავრდება, დავიწყებთ კაცო ქართულ ფეხბურთზე, პატარა პაუზა გვექნება და დავიწყებთ მერე ჩვეულებრივად. ეგ გიამაცებთ თქო, სანამ აკადემიები არ იქნება, ეგ არის 2x2-4, გეგუჩაძე რო ყავდა, კი ნახეთ ესეთი. აკადემია უნდა, ყველა გუნდს უნდა ყავდეს აკადემია, ყველა გუნდს უნდა თავის სტადიონი ყავდეს და თავის გულშემატკივარი, რომელიც შეავსებს იმ სტადიონს. ხო რა, მესხი 2-ზე არ უნდა თამაშობდეს 5 გუნდი რა და იმაზე კიდე პეტრო არენაზე რა მართლა რა. ძალიან გაასწორებს. ხო აი იბერია მგონია რომ მარტივად გაივლის პირველ წრეს. აი მესხვები არ ვიცი პირველ წრეს ამდენად მარტივად გაივლის. ნუ გუნდებიდან გამომდინარე. არა, ყველამ უნდა გაიაროს, ნუ არა, ეგ კი. მარტივად არ ვიცი, მაგრამ გაიარო როგორც უნდა. ხო, როგორც უნდა, ეგ სხვა რამეა, ბაზარია. ერთი ქულები გვემატება რაღაცა, რა ვიცი. არა, ეგ ახლა სურვილია და გვინდა რა თქმა უნდა, მაგრამ ესე ამ მონაცემებით გუნდებს რო გადახედო, ყველაზე ისეთი შანსი რომ აი გადაიაროს, მარტივად გაიაროს, ესე არის ჩემი აზრით ფლორა იბერიას თამაშია ეს რა. მოკლედ ეხლა კლუბზეა უკვე სერიოზული ბაზარიო ფედერაციას დელაპარაკაო ნაკრებში. გერმანიაო, რა კაი იქნება. მაგას მანთანო ბოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობსო და კლუბი შეიძლება დღეს უკვე დანიშნულიც არის პარასკევს, რა ვიცი. არა და იმანი ბაზრა რომ მე ვარ საწასვლოს არ ვაპირებო. კლუბო მაგარია. არა, ეგ მართლა. არა, ეგ ბიჭო თავხედი კაცი ყოფილა ზვაო რა. მე თუ ფედერაცია მეტყვისო, ანუ იმათან ჯერ არც ხონდა ლაპარაკი, მაშინ თქვა ეგ. მაშინ ანდროს პასუხისმგებლობა აიღე შეჩემა, ეხლა ვერ გავიგე გერმანიის ნაკრები ხარის ხო არა ხარ გვაქვია. მაგარი ქვეყანაა რომ 2000 კი არა და კაცო დაწყებული 1900 პირველი ნაკრებიდან აი მოყოლებული გერმანია რო შეიქმნა სულ ალბათ 15 მწვრთნელი ყავთ გამოცვლილი ხადაო ნე აგრები არიან დრამხელა დროსაც ჩვენი კლუბები იცვლია სეზონში 15 ეგ და ისა ფეხბურთელებს მეორე ტაიმში იმატებენ აი ბიჭო რა მაგრად ეხა აი უბანში არის მეორე ტაიმში არა შესაძლებელი შეეცემა ტაიმში უკვე არ შეიძლება დაიწყება აღარ შეიძლება რეგულაციებში დანახმად ვაფშე რეგულაციებში წერია ეგრე ხო და რომელიმე ფეხბურთელის ის რა ქვია ხმა ჩავრთოთ ქართველის ვოისი მოიცა მობილურში და თუ გამოიცნობ ვიდან მოიცა ვინმეს რამე დაავალო სამი შენ და სამი რა ვინმეს დავავალო იმას არის ხმაზე ვინ ქართველი ფეხბურთელი უნდა ვიცნო ერთი თუ იტყვირო აღარც ღმერთი აღარცისა მეწოდინება რომ ოქრიაშვილია ეცადე ეგეთი გულწრფელი ინტერვიუ მე არ მინახია რა თუ გამოიცნობ ვინ არის გული დამწყდა ძალიან რომ ესე რაღაც ისე გამოვიდა რომ უცბად ანუ ისე მოხდა რომ უცბად ნაკრებში აღარ დამიძახეს ოპა გამაიცანი ვინ არის გულესა არ არის ახლა მე ანუ რამდენიმე სამი ვერსია გაქვს შანსი აი ხუთი ვერსია კონდეს ესე არა მოიცა რა ხუთი მეცნობა მაგრამ ხა გითო თავიდან გაქვს ერთი დახმარება გაქვს მიდი ზარი ახლა ზარი არა ისე წავიდა ეგ არაფერი ხდება ყველაფერი ნაკრებში ხან რომ თამაშობ მე რაღაც დროის განმავლობაში უკვე ახალგაზრდა მონდის იმან ის ავსებს იმ პოზიციებს და შეიძლება და რომ უფრო მიგანიშნებ კაჭრეთში ჩვენთან ერთად ხო და სირაძე არა სირაძე არა მოიცა ბოლო პასუხი დააფიქსირე დარწმუნებული ხარ კაჭრეთში არა სირაძეს ხმა არის კი გავაყვითლო კი სირაძეს ხმა არის გავაყვითლო ხო სირაძეს ხმა ეს არის სირაძე ხო არა აი რა შეხვდებოდა ხმა მე არ ვიცი როგორ უნდა ვქნა ჩაწერე YouTube-ზე რომელიმე ჩაწერო ხმა რომელიმე ქართველი ფეხბურთელის ინტერვიუ და ნახო რა მოგიგესო მე აღარ და აიც გამოიცო მაგრამ არ უნდა მიმეცა შანსი მეორეთ აღარ უნდა ჩამერთო რა играется вот раньше были потяжелее вот еще что такой погода очень душно было короче с хорошей командой მოიცა ჩართე თავიდან რატო ერთი ჩანსი მაქვს так что за
забили быстрый гол, и там много сказано. Ну, вообще-то сегодня, по-моему, ხო ქართველი ფეხბურთელია. играли лучше. Мяч взяли, забили. აუ რა ნაცნობი ხმა. უცვლად ბაზრო, ცოტა ტვინი ხომ უნდა განძრიო, რამდენი ვარიანტი გაქვს? 1, 6 მაქსიმუმ. ტვინი გავანძრიო რა რამდენია ეგრევე, ეს მაშინ გავარი, კი, მიდი ძმა. ვა, მოიცადე ერთი წამი. ანანი ძე? დააგეი. აბა. Ну, зашли. აუ ასათიანი რა. ვიში, მომეწონა ეს თამაში, გაუში. აუ ასათიანი ჩემი. ეს кай პროჭი ვარ, ხა აი. სულად რო ჩავუსვი, მოიცადე? აი თემა ატყდება ხა რუსეთოვე არ უთოვაგერთ. თუნდაც ყველა ჩემი წახულში მითავს ყველაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ არავინ ცოცხალი აღარ არის, დროიდან განწუთრელები ახლა ბევრი. ვინა, ცოცხალი ფეხბურთელია ეს, ხო, არა, ის არის ფოლკლორში არის პელე. შილაძია შეჩემო. აი, ღირსი არ არის რომ ეს ეპიზოდი წავშალო. არა, ძალიან მოკლე იყო, მე რამდენი ხანი გასწრები. შილაძიაო. მიდი ჩარტი. თონებული ჯონი ჯანელი იყო. ნემს ეს ტაპონისტრი და დავიზახეს უკვე ეროვნულ ნაკრებში. ოპა. შო, მეტი აღარ ერთი დახმარება ხდება. უკვე ეროვნულ ნაკრებში. ვის დაუძახეს ეროვნულ ნაკრებში? ნემსო არა? დარწმუნებული ხარ? კი. გავაყვითლო? ნემსო პახმელიაზე თან. გავაყვითლო? ხო, ხო ნემსოა. აკაკი დევაძე. სათხე დევაძეს. დევაძე. ერთი მიდი. მიდი მაგარი ტიტაუსი ხარ. ისეთ პროჭობას გაიკეთებ ახლა. რა ერთით ერთი. ო, ზეგამ გამოვიცანი, შენ ვერ გამოვიცანი. 2-1. რუსეთში თან მოსკოვში ან კიევში ან ამბარცუმა თვაძვა. ეს სპეციალურად გაიკეთე, მიდი. ეხლა შენ რა სპეციალურად მიდი, აი ამბარცუმაც აგიწევ. ერთი ისიც არ გითხრია ფეხბურთელი არ არის ეგო. მიდი. კაი, აბა მიდი. ძველი ისტორიები და პირველ რიგში ხა მე მადლობას გეუბნებით ამ თამაშში მოწვევისთვის შვიჩი იმიტომ რომ პირველად ვიდე ესეთ ორგანიზაციაში მონაწილეობას და ეს ვეტერანების თამაში გამოიძახეს ვიღაცა. არ ვიცი. გაქვს ერთი შანსი რომ გაამეორო კიდე. ვინა მართლაზეა? კაცო. მიდი გაამეორე, ჰა. დიყენებ დახმარებას. მე ვიდე გაამეორე, ნუ მოტყანი ტვინი. თანაგუნდებთან ერთად ისევ ახსენება იმ ძველი წლების და ისევ ამ ფეხბურთთან მიმართებაში ერთად ოჯახში ყოფნა. ოპა, ერთ ოჯახში ყოფნა. გახსენება. იმას სწორად მიდიხარ. კაი, მიგანიშნებ და გიდასტურებ, რომ ვეტერანზეა საუბარი. თავისთავად ეხა მაგას ზიას ვიხრი შენ დასტური რაც შევსი რა თქმა თუ არ გინდოდა, მაშინ ეთქვა. აბა ვინ არის? ერთადერთი დახმარება გვაქვს, ის გამოყენებულია შენ უკვე თავიდან დააწყებინე ვიდეოს. ვინი თამაშა ისე თავისას სანამ დიდი ხანი არ უთამაშია. შეიძლება არც უთამაშია და უბრალოდ შეკრებაზე იყო. ხო. მე ხა გაბნევ, შეიძლება გოლით შეაგდო. აი, არ ვიცი, არ მახსოვს, მაცალე ვიტყვი რა. ეხლა უკვე წამზომი ჩაირთვება. მართლად, კაი, ჰა. აყვითლებ? იყოს? აყვითლებ. ან გავაყებუნა იყო. გავაყვითლო? ხო, მიდი. და. ჯანები ამაიგას თავი გაიწევ. კოშკა. რა ვიცი, ალბათ ძალიან საინტერესო. მიხმა აქ. დავით გვარამაძე მოკითხვა აქედან კოშკა. მოიგე შენ, ეხლა სხვა რამე მოიგე. 3-2 არა, მოგიგე ხო მაშინ? კი. პინკლაძის ავტოგრაფიანი მაისური მოდის ჩემთან. მოგიტა, კიდე კანჭი გინდა მოგიტანა. კანჭი რა კანჭი მოვიგე, მოიტანა ტიპა და თვითონ შეჭამა. კარტოფილის თვითონ შეჭამა. კანჭი და მე კანები დამიტოვა. 3-2 წააგე? ხო, რა იყო? თუ კიდე ერთი. ადალიო, გეხოცე. ერთი, მიდი, ერთი. აი. მიდი ერთი რა ვინმე გამოიცანი. რომ მგონია რომ შეძლებს. მგონია რომ აქ ცკიტა! ბაბოს. ხო ხედა, ადვილი გაძლევს. აუ, ისევ რა გითხარი, შენ რაც ადვილი ვიყო თუ ვიყო. ცკიტა არ არის ადვილი. არ არის ადვილი ეგეთი ხმა და ინტონაცია არავის არ აუ, აქვს. მოდი ერთს და თუ გამოიცნო, პროსტა რა. კაი, მიდი. აი ხა ხო ამბობ ბარდვილიაო. არა, მე ადვილები მოგეცი ორივე, კაცო. ადვილი მომე. რა, ჟორიკა და ცკიტა, კაი, რა შეჭება, აქ შვედია მართლა. შორიკა ხო, ბაზარი. შორიკა ისე ვიღადავე. შორიკა იყო. ცკიტაც ადვილი არის. არა არის ადვილი, რა ხან და დამახასიათებელი საუბარი აქვს, ვაო, ეხა რა. აი, მომემზადე. ეხა ერეზო შეიძლება და შეხავს უეჭველი ვის. ტარდებოდა აქ თბილისში. ამ გუნდში ერთი ფეხბურთელი ჩემთან ერთად ნომდალობიან. ჯამარა შეცემა. დარწმუნებული. კი, ჯამარა. ხო არ გინდა კიდე მოისმო. ვაიმე, ჯამარა, ნუ ატრაგე. ხო, არა, ეგ მაგას, ჯამარაც კიტა ის არის. მოვიგე დიმას წაგებულია. მან ჩარტე უფრო მაგარი ხმა ექნება, მიდი რა. აგე ჩანს შეჭი. არა, მიოტრიალე მე რა ტექნიკას. ზარება მიტრეო სუდა თავი. აი, მოგიგე წააგე როგორც ყოველთვის კითხვას. აი, ერთ ჩაგირთავ და всё.
კინკლადის მაისური მოვა თუ გამოვიცანი ეს? არა მეთქი რა შემეცია. აი, კინკლადის მაისური ე მაისური გამორიყო არას მაისური და მაგის მაისური 0-ია შანსი გამორიცხულ. კარგი, ყვარაზე მითხრა არაო, მაგრამ კინკლაძე უკვე მოკლედ ჩემი მაისურია წააგდო. არა, შემიწრულაილა. აუ მიდი, რა მაშინ გავა. დაკარი და ბექდა სეძლიერა. აუ, იყიდი? მოდი კინკლაძე. დავაი აუქციონი გავაკეთოთ. მოდი კინკლაძე. ის იყიდვერი ხარ, ერთი ნეკნე იყიდე და ერთი თვეხა შეერი უნდა იყოს. მეგობრებო, ვისაც მოგეწონათ ეს თამაში, ჩემი მოგონილია და არ დააპატენტოთ, ჩემია. მე იდეის ავტორი მე ვარ, იმოსკენი რა ქვია. ეს ერთი ბოლო და წავიდე დავიშვა. მედი 4-2 ააგებ მაშინ. აი ვინ არის? თუმცა ჩამოთვალე მამხისიერად მიეხედება და ვთვლი რომ 4 წლის შემდეგ იმ პროგრამით რაც პროგრამას მე მაქვს ჩაფიქრებული და წარდგენილი. აი ეხა გამაგრა. ხო ფეხბურთზე არის. საბუთების ამოწოდების გამო იმედის მაქვს რომ ქართული ფეხბურთი ჩარტი ქართული ფეხბურთი. არტი არა ისა ამას თუ ვერცნობ შეჩემა კარგად ყოფილა შენის. არ არის ხო ფეხბურთელი რატომ აბნე? პირი სხვა ფეხბურთელი რა. და მახსოვს მე და ჩემი ასისტენტი მერაბ კვაციტაძე წავედით უკვე სხვა ქალაქში იყო ისლანდია. აღა ეს დრო დაენქვა მიგა. ისე მახსოვს რომ საფრანგეთი უგებდა 2-0 და ისლანდია აი კბილებით ეომებოდა რა, აი ძალიან ბოლომდე ეომებოდა და უცებ ერთი ნუ ეხა ამაზე მეტი მინიშნება შეჩემა ეხა კაცმა ყველაფერი თვითონ თქვა. ეს რო არ ყოფილიყო ვერ გამოიცნობდი. ხმაზე ვერ ვიცანი და ეხა გროჩავთო კიდე ისეთ ფრაზას იტყვის რომ დასვავს, მაიცა. ანაირად უდგებით ლაშბენდერე გეზენტეტენ. იქი მინაშვილის ხმა იყო რეპორტაჟი. ის კაცო რეპორტაჟი ფონად იყო. ო ვისი ხმა თან? ვასკა მაისურაძე! აბა ჩარტი მაიცა მოატრია რა. ყველა ხმა რა მაგრად გავს ერთმანეთს. ეხა ესეც იმას გავდა. მაგას გეუბნები, გავსხვავებული ხმები მარტო მე და შენ გვაქვს. ანუ იმას გავდა რა ქვია. კარგით, ბრაცი, დავამთავრეთ დღეს ჩვენი დახვენება და მოდუნება და ამბავი. დევიშალეთ, შევხვდებით ერთმანეთს, ხანგრძლივად და დიდხანს ერთად ვიყოთ. და მადლობა ყველას, ვინც გიყურებთ და დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი და შეუბეროთ ერთად და მივაწვეთ 90 დღეს მალე გავა მოგახსნება ეს რაღაცა. რა ქვია შამბარა თუ რაღაცა და ავალთ მე კიდე უფრო და წავედი კარგად. ჯიგრები ხართ, ჯიგრები იყავით ლაივში ჩვენთან ერთად ყოველთვის.